ფიზიკურად თავს დიდებულად ვგრძნობ, ემოციურად კი კარგად. ეს ყველაფერი ჩემთვის ნორმალურია. ამას კვირაში 3-ჯერ ვაკეთებ. ვგულისხმობ სპარინგს. კორი ჩემს ტეიქდაუნებს ბრწყინვალედ იცავდა. ის კარგად მომზადებული და ნავარჯიშები იყო. ვფიქრობ, მასთან სტრაიკინგი უფრო ადვილია ვიდრე ჭიდაობა. მისი დანოკაუტება თითქმის გამომივიდა. სასაცილო ის არის, რომ ფსაჩუთხარი მაქსიმალურად მოეცა ჩემთვის ჩხუბის შესაძლებლობა. ბრძოლის შემდეგ კორის შეხვდი და ჩემს მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც თქვი, თითქოს მე ახლა ვიწყებ. ბევრს ვარჯიშობ და გაუმჯობესებას ვცდილობ. ვისურვებდი, რომ დეკემბერში ვიჩხუბო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემი ჩხუბი მანიჭებს. მოუთმლადობები ახალ მეტოქეს. არჩიენ ვინც უნდათ. იანვარშიც ვიჩხუბებდი, მაგრამ ეს გარკვეული გამოწვევაა. იანვარში საქართველოში 2 ახალი წელი გვაქვს, რომლებსაც აღვნიშნავთ. ასევე არის ჩემი დაბადების დღე. იანვარში ასევე დაკეტილია სავარჯიშო დარბაზები და იანვარში ჩხუბი შედარებით რთული იქნება. ალჯოს ხვალ ქორწილი აქვს. ულოცავ, მისთვის ეს დიდი მომენტია. ღმერთმა დაგოლცო ძმაო. მე როგორც მებრძოლი აქტიური ვარ. მე მყავს ძმა, რომელიც ქართულ არმიაში მსახურობდა. არ თქვათ, რომ მე პილოტი ვარ, მე მოჩხუბარი ვარ და სულ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. როცა დადგება დრო და მე შვილიშვილები მეყოლება, მათ სიამოვნებით მოუყვები ჩემი კარიერის შესახებ, მაგრამ ახლა მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. ჩემი კარგი მეგობარი დავით ნატროშვილი ცდილობს, რომ UFC საქართველოში ჩაიყვანოს. იმედი მაქვს, ეს ერთ დღეს მოხდება. ჩვენ მებრძოლები ვართ და ვფიქრობ, საქართველოში ბევრი კარგი მებრძოლის აღმოჩენაა შესაძლებელი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს UFC. როდესაც პირველად გავედი ოქტაგონზე, ვიგზენი, რომ ეს ჩემი სპორტი იყო, ჩემი მიზანი. ფიქრი იმაზე, რომ წლის საუკეთესო მებრძოლი გავხდები, ძალიან დიდ ემოციას იწვევს. ჩემი ისტორია ყველა მიცის და მინდა ეს ბევრისთვის ინსპირაცია იყოს. გააგრძელეთ მუშაობა, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. მიხარია, რომ ჩემი ქართველი ხალხის გახარება კიდევ ერთხელ შევძელი. ჩემი საიდუმლო ის არის, რომ ქართველებს დიდი კვერცხები გვაქვს. ქართული ჭიდაობა კარგია. ჩვენ ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ჩვენ გვაქვს დიდი გული. გენეტიკურადაც ძლიერი ხალხი ვართ და გვიყვარს გამარჯვება.